რამოდენჯერ მომისმენია, ერთ-ერთი მისი მეგობარი აფთიაქში მენაგვეთაც ვერ მიიღო სამსახური. აი ეს просто რომ დაწერო. ხო, გაიგე? და დაწეროთ, რომ ისაუბროს თქვათ ამაზე და ეს მაგას ვამბობ ზუსტად, რომ ტექსტს კი არ გულისხმობ, რომ ეხლა ტექსტს დადგები და ტექსტს გულისხმობ როგორც სამუშაო მასალას, რომ შეიძლება აი ეს ისტორია, ეს ისტორია მაშინ იყოს ტექსტი, ან იყოს დაწერილი ვიღაცა წაიკითხავს, ან თვითონ მოყვება, ან ვიდეოზე ჩავწერთ, ანუ მაგას გულისხმობ. ისტორია ძალიან ბუნებრივად რო იყოს ის რო არ იყოს თქვათ რაღაცა, როგორც შეედავას, შეიძლება თქვათ კითხები წარმოვიდეს რაღაც და ამაზე ისაუბროთ. ხო, ანუ ეგეც ტექსტს გულისხმობ, თქვა ტექსტს რო ვამბობ რაღაცა ისტორია უნდა ვთქვა, ან რაღაც სხვა სახელი, იმიტომ რომ არ გულისხმობ რაღაცა. და ხო ვიდეო ფორმატში შეიძლება. მით უფრო მწვანე ტალღას აქვს კიდე პროექტორი ახლა გამოგზავნეთ და შეგვიძლიათ მოგვიტანოთ და ძალიან კარგი იქნება. ჩემი უსწრებს და მით უმეტეს თუ გავაკეთებთ ამის ვიდეოს, მაშინ ჩემს ეს არ უნდა მომიტანოთ. 7-ზე ვაკეთებთ ჩვენ პრეზენტაციას, ხო თქვით? ხო. და ეს ამიშა თუ იქნება ვიდეო რა საჭირო ამ ვიდეო. პირდაპირ ყოველთვის უფრო რთულია. იმიტომ რომ ადამიანმა ხო თქვა, რომ მე პირდაპირ არ მინდა. მეორე ეს ხრი ზუსტად ბევრი სხვადასხვა ტექნიკები არსებობს, იმიტომ რომ შეგიძლია ისეთ შეატრიალო, ისეთ თმაც გინდა. გიჭირს პირდაპირ, პერსონალად კი არ თქვა, კიდე გაუცხოება გააკეთო და უფრო წაიკითხო, როგორც ნიუსები და ძალიან ჩქარა წაიკითხო. ან წაიკითხო. მიშას ისტორია მნიშვნელოვანია იმდენად ამდენადაც ის ასახავს ამ ფაქტე პრობლემას რა. და მაგის ხო შეიძლება რაღაცა გავიცოთ რა გაზ მეფინგი უნდა გავამებული რა ვიცი. ხო, მე ჩემთვის ორივე არის მნიშვნელოვანი. ანუ ერთი მომენტი არის, რომ ამ ადამიანის პერსონალიზაცია უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ეს სისტემა ზუსტად ამათ უყურებს როგორც აბსტრაქტულ არსებებს და არა როგორც პიროვნებას, რომელსაც ყოველს აქვს თავისი ეთიკური ცხოვრება და ასე შემდეგ გადაწყვეტილებები და ამიტომ პერსონალიზაცია ჩემთვის ამ სიტუაციაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამათ კი როგორც სტატისტიკას კი არ დახედო, თუმცა იქამდეც მიიყვანო და თქვა, მაგრამ შეიძლება მაყურებელმა თვითონ ფანტაზიის კონჩეს გააკეთოს, გაიგე და არამედ პირიქით, რაც სისტემა ქმნის, ამისგან აკეთებს ციფრებს, სტრუქტურებს და რაც შეიძლება მალავს, რომ ჩვენ არ დავინახოთ ეგ პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ მაგ პრობლემას ვერ ვხედავთ. ეს ტიპები არიან დამალულები ციხეებში, არამედ ჩვენ არ ვიცით ამის შესახებ. ამიტომ ის ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ამის სხეულის დანახვა და ამ პრობლემების შეხება და ამის sensitive აღქმა და არა ჩემს კი რა რატო ჯდება ეს ციხეში რა მიზეზებია რომ კონტექსტი ხო აი ეს კონტექსტია მნიშვნელოვანი და კონტექსტში ბევრი კომპონენტია რა კი ხო და მე მაგას ვამბობ რომ ჩემთვის ეგ მნიშვნელოვანი არის უბრალოდ ადამიანიდან გამომდინარე როგორ უნდა გააკეთო ესეთ ნამუშევარი რომ პერსონალური თქვათ ისტორია ჩანდეს და იგივე მომენტში მაყურებელს კი არა უხსნა მაგრამ ისეთი მინიშნებები ისე გაიყვანო რომ ისი ფიქროს ძველ კონტექსტზე ძველ დროში აი ინტერვიუს აი წამოვიდა უყუროთ ვიდეო ინტერვიუს მიშასი რა და ყველა თავის ამბობს რა და მოდის ნიკოს ისა ტიპი რა აი ბათუმში ვინც წაიყვანა რა და ის უყურებს ამას ხოლმე და ის იასნია ფიქრობს ამის ადვილი ციხეშია ხო ანუ რა მე რა ეს ისეა ხო მაგრამ თუ აკეთებ მეფინგს რაც ვიზუალიზაციას აკეთებ რა ისინია ლეიერები ამაში რა კომპონენტები ამაში ჩართული რა მაშინ ის შეიძლება დაფიქრდეს რა ამას ხო რომ აი თურმე მე ესე მარტივად აი მე როგორც ხედავ თუ ტიპმა დააშავა ციხეში უნდა წავიდეს მაგრამ დავფიქრე რატო არ მიყვანილი რომ დააშავოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე და როგორ უნდა გააკეთოს მეფინგზე მაშინ აუც უნდა აუც ჩემთვის ან პრინციპში ავიღებდი ამ ყველაფერს და უბრალოდ გავუშვებდი ისევ ან ძალიან დოკუმენტაცია რაც არის ამ საუბრები ეხლა ეს ვაპარაკო ეხებოდა ამ თემას და ის შეიძლება გამოსწორდა და რაღაც ყველაფერი მე ვფიქრობ რომ ეს თავისთავადაც შეიძლება მოხდეს მაგრამ ვფიქრობ რომ კიდე ამის დაფოკუსირება წმინდა იმიტომ რომ ემოციონალურად ამას ძალიან განვიცდი და ანუ კონტექსტიც სჭირდება ანუ ეს რაც მონას თქვა შეასაც ამბობს ზუსტად აი ჩვენ რო ახლა ამაზე ვსაუბრობთ ჩემს ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია და პირველი ნაბიჯი არის ფაქტიურად უკვე
და ის ნამიჯის რომ თქვა შენცი ლაპარაკი ამაზე, იმიტომ რომ სანამ პროექტში მიიღებდა მონაწილეს, მის მეც მითხრა მე არ ვიცი ამაზე ვილაპარაკებ თუ არა საჯაროთო. ან ბევრი რაღაცა ისინი მოხდა. მაგრამ რაღაცა ემოციონალურად კიდე მოთხოვნილება მაქვს, რომ ამის აი ესე რაღაცა კიდე მოხდა ის კონა. და ამიტომ ვფიქრობ მე, რომ მიშას presence ანუ როგორც ბადი, არ ვიცი ეს ფუკოს ტექსტი არის მაგალითად ერთი punishment and discipline and punishment ტექსტი რა წიგნიათ დაწერილი და საინტერესო არის რომ წიგნს იწყებს იმით რომ აღწერს შუა საუკუნეებში როგორც ჯიდნენ ხალხს და ორი გვერდი ტექსტი მიდის აღწერით აი დეტალები აი გულიგერევა ესე აღწერს ყველაფერს расчленение организма да ეს ადამიანი წევს და რო არის მაგალითად ნივო такой приговор 4 ნაწილად უნდა იმასთან გაწელო და ეს ყველაფერს აღწერს რომ იმისთვის რომ ეს მომხდარი იყო იქ ორი ცხენი სასხრევის ხმა და მე სასხრევის ხმა მე რაღაცე რა ქვია მაგას ხორცი უნდა ამოვოთ კიდე რაღაცებით იყო მიმაგრებული ეს ტიპი და ეს თელი საშინელი აღწერა მიდის ორი გვერდის განმავლობაში და ამ კაცმა რაც დააშავა იყო ყველაზე დიდი დანაშაული მამამისი მოკლა ანუ თავის საკუთარი ავტორიტეტი მოკლა და მე ფუკოს ეს ყველაფერი ტექსტები არის დოკუმენტალური ტექსტები აღწერილი იმ დროიდან და საინტერესო არის რომ მე ფუკო ანალიზს უკეთებს რომ ფაქტობრივად ხდება the performativity ანუ თეატრად ხდება აი ამ violence the performance of the violence. თავარი მას აღავს რომ ფიზიკური და გადავიღო მორალური violence. კი, მორალურ violence არ გადადიხარ. ზუსტად ამას აღწერს რომ პრობლემა რა იყო რომ იმ მომენტში ყველა ხო ეთანხმება რომ ეს იყო პრესტუპნიკი. მაგრამ ეს პრესტუპნიკი იმდენად წვალობს ამ საათებით კი არა დილის 10-დან იწყება და ღამის 12 საათამდე ბოლოს ყდება საბოლოოდ ეს ადამიანი, იმიტომ რომ ამ ბევრ სტადიებს აღწერს რა, რომ თავიდან как помогают, допустим, ხელი არ იწება და ჭრიანო კიდე გავიწეს და კიდე მიდიან ეკითხება და ის გამბობს კიდე რაღაცას რომ კიდე ცოცხალია და ღმერთზე რაღაცა სიტყვის. მე კიდე ანუ მე ფუკო ამბობს რომ ეს ერთხელ კი არ ყდებაო, რამოდენიმეჯერ ყდებაო და მე მაყურებელი ამას რომ უყურებს, ემართება საპირისპირო რეაქცია, იმიტომ რომ უკვე ვიწყდება დანაშაული და ამ ადამიანის მიმართ ემართება чувство ხო mitleid და ზუსტად ამას ამბობს რომ მე დღევანდელ courts და სისტემას რო ადარებს ამბობს რომ ეს ასე ვთქვათ კონტროლს კანონს ეგ არ აწყობდა რომ ეს მთელი ხალხი რაღაც მომენტში ეწოდებოდათ პრესტუპნიკ და ამიტომ მე ხდება ამისი ასე ვთქვათ ამ ფიზიკური ტკივილის და სიკვდილის რასაც აი ესე you were confronted there was no way not to confront it იმიტომ რომ ემოციაში შედიოდა ხო წამი მთელი დღე უყურებ ერთ ადამიანს როგორ კლავენ ხო რამხელა ეს არის და მე როგორ ხდება ამისი აბსტრაირება ნელ-ნელა რომ ვთქვათ ის ინსტიტუცია რომელიც წერს ისეთ ვიგავარით ეკატორი ისპალნიტილი იმიტომ რომ იმ მომენტში ყველას ემართება ნეგატიურობა იმ კაცზე ვინც ჭრის ხო ამას ანუ იმაზე გაქვს ნეგატიური ტიპი მე ეს იცვლება მანქანით ანუ პერსონიფიკაცია აღარ ხდება მისი გელეცინა შემოდის და ჭრიან სანამ გელეცინა შემოვიდა და მაგალითად პროსტა ტიპი შავებში იყო ჩაცმული ანუ სხეული არ ჩანდას პროსტა ვიღაცა ტიპი და შენ გესმის პროსტა ხმელი და ისე როგორ ხდება ამ ფაქტის აი ამ violent ფაქტის აბსტრაირება რომ არ არსებობს იმიტომ რომ ჩვენთვის რთულია რომ გავიგოთ მართლა რამხელა ტკივილია ეს ყველაფერი რაც შუა საუკუნეებში როცა უყურებ მე ხდები რას ნიშნავს ადამიანის დასჯა, ხო? რას ვაკეთებთ ფაქტიურად? What is the violence? და დღევანდელობაში ზუსტად ეგ არის, რომ ნუ ხო ვიღაცა ციხეში ზის, შეიძლება ტელევიზორში წაიკითხო, ემოციონალურად ფიზიკური სხეული არ გეხება, შენ ვერ ხედავ ამ ადამიანს. ამიტომ არც არანაირად არ გეხება. აქედან გამომდინარე, მეც სულ მაინტერესებს ხოლმე, რომ აი ეს violent control სტრუქტურები რაც არსებობს დღევანდელ მარკეტში, ხო? მარკეტიც ეგრე არის ზუსტად აწყობილი ეკონომიური, რომ ყველაფერი არის easy, high technology, ყველაფერი is light და the violence არ chance, repression არ chance, იმდენად ფორმაც აღარ აქვს და ბადი აღარ აქვს. და ჩემთვის უკითხვა არის ხოლმე, რომ პირიქით როგორ how to make it more visible and how to give it more body. იმიტომ რომ ზუსტად იმიტომ რომ
მიშას ვიცნობ როგორც პიროვნებას და ჩემი კლასელია და მაგასთან ერთად გავიზარდე და ბევრი ემოცია და რაღაცა მაკავშირებს მაგასთან. სხვა კუთხით უყურებ და მე მოვისმენ და მივალ და დაველაპარაკებ და შეიძლება ვიღაცა სხვა ადამიანი ჩემთვის იყოს მართლა აბსტრაქტ ცნება და ამაზე ვფიქრობ რა როგორ შეიძლება რომ შენასაც ამბობ ეს კონტექსტი და სოციალური რატო ხდება და მეორე რომ მართლა შეტრიალება მოხდეს რა რომ იმ violence დაუბრუნოს ხეული არ ვიცი შეიძლება ხო ძალიან ფართო იმაში გავიყვანა მაგრამ რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ მიშა უნდა აკეთოს რაღაცა. აი ვფიქრობ, რა შეიძლება რომ აკეთო. მაგალითად, რომ იჯდე და ხატო. და ეს რაღაცა გრძელდებოდეს მთელი დღის განმავლობაში და დასაქმებული ხარ. არ ვიცი, ახლა პროსტ რაღაცებს ყრი. და შენ გაქვს შენი სივრცე ჩვენთან არც შედიხარ, ხარ როგორც ობიექტი და როგორც ინსტალაცია და პროსტა ზიხარ გაგშენ კაღალდები და შენი დაგასაქმეთ. და თქვათ იგივე დანარჩენი ინფორმაცია რაც ვიდეოები გვაქვს, ამასაც ვაჩვენებთ და ხალხი იმავე დროს არგებულობს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შენი physical presence და ის რაც შეგიძლია და რასაც სიყვარულით აკეთებ, რაც ჩვენი საგანი გვაჩვენე და შენი skill არის, ხო? და ამას საზოგადოება ვერ ხედავს. და შენ რო იჯდე და ეს მართლა აკეთო, არ ფერმიტერაფერი, просто ხატო. არც არავისთან არ შეხვიდე, არანაირ კონტაქტში. Huh? Раз ფიქრობ, თავიცი, რაც უნდა თქვა. მიშას გადასაწყატია თუ უნდა ხატავს, თუ უნდა არა. ჩვენ ახლა ხო კიდე იმაში ვარ. ანუ ეს პირდაპირ გადმოცემას რო თქვა პირდაპირ არ მინდა თქვა ის კი არ უგულისხმევ პირდაპირ უნდა ილაპარაკოს თუნდაც ვიდეოს რო ჩავწერთ ეგრე პირდაპირ არ უნდა და მე მგონი ჯობია რაღაც ფორმა მიეცეს რა სხვა მეც ზალვარ ხო და მაგიტომ ვამბობ რომ ეს თქვა ხო კიდე რომ მოვიფიქროთ რამენაირად როგორ შეიძლება მე ამიტომ ვფიქრობ რომ უბრალოდ გაკეთდეს ანუ რასაც საუბრობთ ახლა და უბრალოდ დოკუმენტაცია და ეხლა როდესაც ჩვენ გავხსნით მოკლედ ჩვენ წელს და მიშა ჩაერთვება და ეს ყველაფერი და ამის დოკუმენტირება გაკეთდეს რა უბრალოდ გაშულა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი თქვა და ეს რა თქვა ესეც თქვის თქვა. უბრალოდ მე არ ვიცი რამდენად ყველა თქვა დაჭდება და ამას თავიდან ბოლომდე მოვისმენთ და როცა ხედავ რომ ადამიანი ზის რაღაცას ხატავს უსმენენ? იმიტომ რომ მე ხوار რომ ეხლა სადაც კი ყოფილა ბოლო პერიოდში თითქმის არ არის ხოლმე დოკუმენტაცია, მაგრამ ამ დოკუმენტაციაში ყოველთვის რაღაცა არ ვიცი უსმენენ. კი. ოკეი. ну რა ვიცი ხო მე მოვუსმენ იმიტომ რომ ну შეიძლება თავიდან არ დაგაინტერესო მაგრამ რაღაცას მოკრავ ხო მე მჭირდება ხოლმე ეგრე არის თუ რაღაცა ბიცკი გაქვს ამიტომ ვამბობ თუ არის ადამიანი რომელიც ის და პროსტა ხატავს თავისთვის მე კითხვა მიჩნდება რატო ეს ადამიანი ის აქ და ხატავს რასაკეთებ და თქვა ხო და თან ესეც მომენტი არის რომ ხატვას აძლევ რაღაცა სოციალურ კონტექსტს როგორც სამუშაოს ასაქმებ და არა როგორც არტისტი რომელიც კრეატიული სულიერიტეტად ანუ იმის პრობლემაა რომ მართლა გჭირდება ვიღაცა დაასაქმებული მე ვფიქრობ მიშა მაინც არის უბრალოდ ამ საქმიანობაში ხუს არ გადავხდიან გესმის ისე როგორც ახლა ჩვენ დავასაქმებთ ამას დავხატავთ ზუსტად ეს კითხვები ჩდება რომ ვხედავ რომ ადამიანი ზის და ხატავს მე შემოვიდა ვიტყვი მუშაობს მხატვარია არ არის მხატვარი პროფესიონალი სამუშაო ჭირდება ანუ ეს კითხვები მე ვფიქრობ რომ ამით ამ აქციით იწვევს ამ კითხვებს ხო, არ ვიცი, იცი რა არის ხალხი, როდესაც მოდის, იმდენად ქაოსი არის და უმეტესად, როდესაც ხალხი გამოფენაზე მოდის, არის რაღაცა, ანუ ერთმანეთში საუბრობენ და ანუ ერთმანეთის სანახავათაც მიდის, ესე არის პრობლემა.
ცოტა თუ სოკასებს გავსება ხშირად. მე არ ვიცი აქ როგორი ხალხი მოვა და ან ზოგადად ზირთად ეგრევე. ესე ხდება ხოლმე და ჩვენ არ ვიცით რა მაყურებელი მოვათ ეხლა. არ გავხსნა. მოკლედ, მაშინ იმას ვქნათ, ხო, ცოტა ისეთ რთული და დიდი თემაა და ლალისთანაც ვამბობთ კიდე, მაგალითად კიდე გვინდოდა შეგვექო, აი ამ რასაც ამბობთ სტრატო ჩამოყალიბდეს ყველაფერი და ქუდის თქვათ სისტემაზე გოლპაკმა. მე მგონი ამის დრო არც გვაქვს. შეიძლება სამომავლო გაკეთდეს რაღაცა დისკუსია და თქვათ იქ ხო. თუნდაც უფრო მეტი ხალხიც რო დაპატიჟო, ისეც ეგეთ გამოცდილება არა. არის. შენი ნამუშევარი შეიძლება მე ან გავიტანოთ, ან ახლა როგორც პრეზენტაციასავით გააკეთო, რომელსაც თქვათ რაღაცა თემები გამოყვა, სადისკუსიო და თქვათ ამ თემებს შევეხებით და თქვათ ერთ-ერთი თემაში საერთოდაც შეიძლება ერთ თემა იყო და მოვიძებთ სპეციალურად მაგისთვის. აქ რომ მოვა ხალხი, არ ვიცი უბრალოდ რა მოყურებელია და იქ ვინც მოვა და ვისაც ეცოდინება რომ ნამუშევრის თან თემა ეცოდინება, უკვე მოვა სპეციალურად ამ თემისთვის და უფრო სხვა სახე. კარგი, მაშინ დავუბრუნოთ მიშას ხმა. ხმის დაბრუნებით დარჩევებს. ხატვად ხან თელენა უწოდებს და ნაკლებად ხედავ მაგაში იმას რაღაც რა. არა მაგდონეზე არ მგონია უბრალოდ დაფიქრდეს ხალხი რა დამინახო რა ხატავს და მაგ შეკითხვებს ახსენებს უბრალოდ კერნი ხატავს და საკუთს რა. ეს მეფინგი მომენტონა იდეა უბრალოდ არ ვიცი რომ უნდა გაკეთდეს. მეფინგზე იქნებ მაშინ ლევანს დაგვეხმაროს. ხო რა, რამდენად ჩემზეა დაგეხმაროთ. ოკეი, მაშინ ეგეთ შეთავაზება მაქვს. მამუკასაც გავიაროთ და მე თქვათ კიდე ნახევარი საათი მარტო მეფინგზე ვიმუშაოთ ამ თემატიკაზე პარალელურად. ხო, ანუ იცი რა, მე მგონი ის უკვე ერთად იმუშავოთ, იმიტომ რომ ეს არმენია ცენტრალური იდეა რა და რა კი ესეთი ის გვაქვს რეალური. ხო, აგრას მგონი შევგავ ძალაუფლების ბუნება და გარიცხულობა და ასე შემდეგ. ოკეი, მამუკა სადა გახდა? არავინ გახდა. არავინ? ვინმე? ვინმე? მაშინ დავაპაუზოთ და მე მეფინგი გავაკეთოთ და მე უკვე მომფიქროთ რა გავაკეთოთ პრაქტიკულად რა გჭირდება. ეხლა დავაკეთოთ მეფინგი? ერთი სიგრეტი მოვწიოთ და გავიგო არ დავარდეს ენერგია და მე უკვე დავაშალოთ. დავაშალოთ კი არა, საჭმელს უნდა ვჭამოთ. და ის გავანაწილოთ, ვინ გააკეთებს საჭმელს და ვინ შავებს თქვა კამერების დაგეხმარო?
გერა. ორმაგის კუჩი გვაქვს? ორმაგის კუჩი გვაქვს?